დღეს 2 საათზე ვეტერანები იკრიბებოდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ამ შეხვედრის მონაწილე იყო გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი, ის უნდა ჩაგვართოს ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან უნდა გავაგრძელოთ საუბარი, რას შეხებოდა ეს შეხვედრა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ამ ყველაფრის მოსმენა, რა შეთავაზება ჰქონდათ მათ პრეზიდენტთან და რა მოისმინეს სალომე ზურაბიშვილისგან. მოგესალმებით ბატონ გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, უბრალოდ ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, ჩვენ ადმინისტრაციის უფროსთან ჰქონდა შეხვედრა, როგორც ჯგუფი ფარი და როგორც ქართველი ოფიცრები, ყოფილი სამხედროები, რომელიც დღეს ასევე იმ საპროტესტო ტალღას უერთდებით, რომელიც მთელ ქვეყანაში ესეთი ფართოდაა გაშლილი. კი ბატონო, მოგვიყევით აი ეს ინიციატივა, თქვენი ინიციატივა იყო, თუ მათი მხრიდან მოდიოდა და თუ თქვენი ინიციატივა იყო, რა შესთავაზეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და რაზე ისაუბრეთ? მოდი თქვათ, რომ ორმხრივი ინიციატივა იყო, ჩვენ გვქონდა გარკვეული შედეგი, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა და პლუს ჩვენ რომ ქართველი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საქართველოს წინაშე ფიცი გვაქვს დადებული, ამ ფიცის ფარგლებში ერთგული ვართ ლეგიტიმური პრეზიდენტის და სანამ ახალი არჩევნები არ გაიმართება და კონსტიტუციის და კანონის დაცვით არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი, მანამდე ჩვენ ვართ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერები. და ეს მხარდაჭერა არის მორალური მხარდაჭერა და ჩვენი ენერგიით რაც შეგვიძლია რომ მას მხარში ამოვუდგეთ მის გვერდით გავართ. ეს იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც მან მიიღო ჩვენგან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი ნაწილი ეს არის ვეტერანები, საქართველოს არ ყოფილა აწლეული, რომ საქართველოში ომი არ ყოფილიყო და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის ვეტერანების მხრიდანაც გამოხატული მხარდაჭერა. რაც შეეხება საქმიან ურთიერთობას, ანუ ჩვენ დეტალურად გავაცანით გეგმა, ეგრეთ წოდებული სახალხო ფორუმის ფორმირების, რათა გარდა იმისა, რომ ჩვენ ყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, მას გვერდი გაუმაგროს პირდაპირ სახალხო ლეგიტიმაციით ჩამოყალიბებულმა სახალხო ფორუმმა, წარმომადგენლობითმა ორგანომ, სადაც ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი თავის დეპუტატს გამოუაგზავნის და შეიქმნება სრულყოფილი წინააღმდეგობის ცენტრი. ერთის მხრივ ლეგიტიმური პრეზიდენტი, მეორეს მხრივ წარმომადგენლობითი პირდაპირ სახალხო ლეგიტიმაციით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში რჩება, იმიტომ რომ კონსტიტუციის სულისკვეთება პირდაპირ გვეუბნება, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და რა თქმა უნდა, ეს ამ ლეგიტიმაციის ყოველდღიური დადასტურება მოხდება და არის ჩვენ რუსთავაზე ხედავთ, რომ სახალხო ლეგიტიმაცია სად არის და რა განწყობა აქვს სახალხო ლეგიტიმაციას და შესაბამისად ეს იქნებოდა ძლიერი პოლიტიკური პროცესის დასაბამი, რომელიც მიგვიყვანდა ახალ არჩევნებამდე და ახალ რეალობის შექმნამდე. ეს მუშაობა გაგრძელდება, ეხლა ამ სამუშაო რეჟიმში ვართ, ეს მუშაობა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კიდე არის სხვა წინადადებებიც და ჩვენ გავიგეთ, პრეზიდენტი თვითონ განაცხადებს რომელ პროექტს და რომელ იდეას დაუჭერს მხარს. ჩვენ შეგვიძლია ერთი ვთქვათ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღებია, რაც ხელს შეუწყობს ამ სახალხო მოძრაობის კოორდინაციას ნებისმიერი ფორმით. უბრალოდ თვლით, რომ ეს არის ოპტიმალური ფორმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ნებისმიერ წინადადება, რომელიც გავა და იქნება შემოთავაზებული, ჩვენ ხარს დაუჭერთ და ჩვენ ენერგია და ძალისხმევას მოვახმართ მის გამარჯვებამდე მისასვლელად. კი ბატონო. ბატონ გიორგი, ზოგადად მაინტერესებს შეიარაღებულ ძალებში განწყობა. ჩვენ ხშირად საუბრობდით უკვე ბოლო პერიოდში იმაზე, რომ ამან კვალი რომ არ დაამჩნიოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლებელია, იმიტომ რომ სამხედრო დახმარების შეჩერება შეერთებული შტატებიდან, ასევე გერმანიის მხრიდან, წვრთნები საერთაშორისო ეგიდის, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოები მოქმედებენ და ეს ჯარი თავიდან ბოლომდე მოდელირებული და მოდერნიზებული იყო დასავლურ და ნატოს სტანდარტებზე. ხომ? აი ახლა ევროპული, დასავლური და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალი გზა რომ ასეთ ჩახერგილია, რა განწყობა შეიძლება იყოს ახლა შეიარაღებულ ძალებში? არა ხმამაღალი, მაგრამ ჩუმი წინააღმდეგობა მაინც თუ შეიძლება იყოს იქ.
ეჯარი არის იმ სულისკვეთებით, რაც ევროპაში არის, ეს არის მოქალაქე უნიფორმაში, ამიტომ განწყობა ზუსტად იგივეა, როგორც ხალხში და ზუსტად იგივე პროპორციით, პირობითად რო ვთქვათ, ახლა რაც გამოკითხები გვაჩვენებს 80% 20%-ზე, 80% კაფეოდ ჩამოყალიბებულ ხედვაზეა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, რომ ჩვენ გვინდა ნატო სტანდარტების ჯარი და ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთთან ინტეგრაცია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრობა და ძლიერი პროფესიული არმია. და რა თქმა უნდა, ხა ეს ქართველი ოფიცრები, რომელსაც უმეტესობას გაათლება დასავლეთში აქ მიღებული, კაფეოდ ხედავენ იმ შეფერხებას და იმ ხარვეზებს, რომელიც დღეს არსებობს, იმიტომ რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები დაზიანებულია და ხარვეზიანია. ამიტომ განწყობა არის ზუსტად ესეთივე, ყველა მოელის, რომ პოლიტიკური კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა გაგრძელდეს პროფესიული არმიის მშენებლობა და ცხოვრება ჩადგეს, სამხედრო ცხოვრება, სამხედრო სამსახურით ჩადგეს იმ კალაპოტში, რომელიც საქართველოს ეკადრება და რომელიც დაგეგმილი ჰქონდა და რომელშიც უზარმაზარი შრომა და ფინანსებია ჩადებული. ბატონ გიორგი, რეჟიმის გათვლა რა არის დღეს? რეჟიმის, რომელიც უკვე რუსული ინსტრუქციებით, პირდაპირ რუსული სახელმძღვანელოთი იმოქმედებს და ხშირად ეჭვიც გვიჩნდება ალბათ ლეგიტიმურად, რომ რუსი ინსტრუქტორები ზიან თბილისში და პირდაპირ მათ ბრძანებას ახმოვანებს ახლა რეჟიმის სპიკერატი, ის ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკება თავებად იქცენ ბიძინა იმანიშვილის ხელში. აი, რა ტიპის დახმარებაზე შეიძლება ამყარებდეს იმედს, რა ტიპის რუსულ დახმარებაზე დღეს ივანიშვილის რეჟიმი? რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო სირია. სირიის მოვლენებმა ფაქტიურად აჩვენეს რუსეთის სისუსტე. არაფერი ერთადერთი დახმარება, რასაც იღებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ის მეთოდიკები, რომლის საფუძველზეც ის ახორციელებს რეპრესიებს და მის ყოველდღიურობას. მაგრამ რაიმე ფიზიკური ტიპის დახმარება, ან ფინანსური დახმარება ივანიშვილის რეჟიმს რუსეთიდან ვერ ექნება და არ ექნება. იმიტომ რომ რუსეთს ამისთვის უბრალოდ არ ცალია. აფხაზეთშიც კი, სადაც რუსეთის წარმომადგენელი ჩამოაგდეს, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ რუსეთს იმისთვისაც კი არ ცალია, რომ აფხაზეთში სიტუაცია დაალაგოს. ამიტომ მარტივად ჩვენ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. თუ ჩვენ ვიქნებით მიზანმიმართულად და გეგმასდომიერად ვიმოქმედებთ, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ თავის იმედათა და იმ მცირე როგორ გითხრათ, ძალადობრივი ჯგუფების იმედად, რომელიც თითქოს პოლიციის ფორმის ქვეშ მან ჩამოაყალიბა. ასე რომ ძალიან მარტივად გვაქვს საქმე. ჩვენ თუ გავაგზავნებთ აქტიურობას, რეჟიმი აუცილებლად ძალიან მოკლე ხანში დაასრულებს თავის არსებობას. დიახ, რადგან ასადი ახსენეთ, იმის გამო რაც ხდება საქართველოში ამ პერიოდში, მთავარი თემა რა თქმა უნდა ჩვენი ამბებია და იმდენი ყურადღება ვერ დაუთმეთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, როგორ დაკარგა სირია რუსეთმა და ასადი გაიქცა მოსკოვში, თანაც ისე რომ მისმა მომხრეებმა ლამის ტელევიზიით შეიტყვეს ამის შესახებ. და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასადის ძმაც მოსკოვში იმყოფება, მაგრამ შინაპატიმრობაში და მას არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მიიღოს თავშესაფარი. და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახმა თავი რო გადაირჩინოს, ეხლა ცოლი შორდება კიდეც. ანუ როგორია რუსეთის მოკავშირეების ბედი, კარგი ილუსტრაცია ასადის და ასადი ხო თან ივანიშვილი არ არის, ეს იყო მრისხარე დიქტატორი, ხო? მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ჰქონდა დიდი ძალა და ამდენი ხანი როგორი სისასტიკით და ბრუტალურობით ინარჩუნებდა თავის რეჟიმს. ხო, მარტო და ნათელი მაგალითია, ზუსტად ეს არის ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც არის რუსეთიდან მხარდაჭერილი, თავის ესე ვთქვათ, ბოლო არის ეს, რომ ამ მხარდაჭერას რაღაც მომენტში გარდავს, ან ისეთი ეფექტური ეს მხარდაჭერა არ არის. თორემ ვერავინ ვერ დააბრალებს რუსეთს, რომ მას არ სურდა სირიაში ასადის შენარჩუნება, იმიტომ რომ ეს არის მისი ძალიან დიდი სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაზე. მისი ერთადერთი საზღვაო პორტი არის სირიაში განლაგებული და გარდა ამისა ის რომ არაბულ და ისრაელს შორის სიტუაციის დაალაგებას მუდმივად უშლიდა ხელს, მეტნაკლებად ეს პლატფორმა იყოს ღერძი, ერთ-ერთი ღერძი და მხარდაჭერი იყოს სირია. ასე რომ სირიის ჩამოშლით მისი ახლო აღმოსავლური პოლიტიკა დასრულდა და ამიტომ კიდევ ერთხელ ამით მე მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იმდენად იქნება მხარდაჭერილი, სანამ ბიძინა ივანიშვილს შესწევს ძალა აქ რეჟიმი შეინარჩუნოს. ამიტომ კიდევ ერთხელ რუსეთის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ნომინალური
რეალური და ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები აღვადგინოთ. დიახ, და აი პროპაგანდის ცოტა უფრო ფარული ხაზია ეს, რომ თითქოს ეცდებიან, რომ აფხაზებთან დაალაგონ ურთიერთობები, თითქოს რაღაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რუსეთთან კომპრომისებია შესაძლებელი და ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ ახალ პრეზიდენტს ამზადებენ ამისთვის და არ გამოირიცხება, რომ შეიძლება ყაველაშვილი წავიდეს ან რუსეთში, ან შეიძლება სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ვითომ ეგრეთ წოდებულ ტერიტორიულ მთლიანობაზე იყოს ლაპარაკი, აი მოჩვენებით პროცესზე. მოკლედ პროპაგანდა ჩვენ საკმაოდ მძლავრი იარაღია გვაჩნია ოპოზიციური ტელევიზიების და თავისუფალი მედიის საშუალებით და ინტერნეტის საშუალებით იმისთვის რომ გამოვკლავდეთ პროპაგანდას და აი ამ პროპაგანდას ძალიან მძლავრად უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. რაც შეეხება საქმიდან არსებითად, ანუ პროპაგანდის მიღმა არაფერი არ არსებობს. სხვა ყველაფერი არის ლაპარაკი. მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში არსებობს რაღაცა აფხაზეთის დაბრუნება, რუსეთ-საქართველოს შორის რაღაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება, პრეზიდენტის რაღაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. კიდევ ამ ძალისხმევას დღეს რუსეთს ამის საშუალება არ აქვს, რომ ეს ძალისხმევა ბოლომდე მიიყვანოს, იმიტომ რომ უბრალოდ ერთ-ერთი რუსეთ და საქართველოს შორის რაიმე ურთიერთობის გაღრმავება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ძალადობის გზითაა შესაძლებელი და კიდევ ერთხელ ამის ძალადობის საშუალებას ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ. ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მას დღეს აქვს ძალადობრივი, უნდა გამოვაცალოთ ეს ძალა და ჩვენი ერთიანი წინააღმდეგობით ის მხოლოდ პროპაგანდის ამარა უნდა დავტოვოთ. ამიტომ რეალობაში ეს არის, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ, ყველა ის პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც არსებობს, დარჩება ჰაერში. და ის ადამიანების რაოდენობაც ნელ-ნელა შემცირდება, რომელიც ამ პროპაგანდის ტყვეობაში ჯერჯერობით კიდე არის. დიახ, ალბათ გარდაუვალი იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით, რომ რეჟიმი გავისტუმრეთ და ნამდვილ ახალ საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ ამისთვის ბრძოლა და ძალისხმევა რა თქმა უნდა საჭირო და ყველა სამოქალაქო ინიციატივა და ყველა ესეთი ინიციატივა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თქვენ, ბატონ გიორგი თავდგირიძე, ორგანიზაცია ფარის წარმომადგენელი, სამხედრო ექსპერტი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.